ბევრი კომპანია ამბობს, რომ მე დღეს არ მაქვს საშუალება, რომ ფული ჩავაინვესტიროს დაში და მოდი რაღაცა ალტერნატივას მოვუწევი. და ეს ალტერნატივა ამ ბოლო დროს არის ბიტკოინი. შესაბამისად, ბიტკოინზე მოთხოვნა იზრდება, რეალურად ვიღებთ $123,000. ახალი მოძრაობა ეთერიუმის მიმართულებით. დიდი კომპანიები და ინსტიტუშნალ ინვესტორები ყურებენ ეთერიუმს. $700 მილიონი მარტო ETF-ების სახით შევიდა ეთერიუმში Genius Act-ი მეორე მოსმენით უკვე მიიღეს. რომ ეხა უკვე ნებისმიერი ბანკი, ფინანსური ინსტიტუტი კონკრეტულ წესების ფარგლებში შეძლებს რომ გამოუშვოს თავისი სტაბილური კოინები, რომელიც რა თქმა უნდა ძირითადად იქნება ეთერიუმზე აშენებული. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბიტნეტიდან. ეს არის ჩვენი ყოველკვირეული გადაცემა კრიპტო ნიუსები, სადაც გაცნობთ ახალ ამბებს კრიპტო სამყაროში. თუ გაინტერესებთ ეს თემა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოყვებით სოციალ-მედიაში და გაიგეთ მეტი კრიპტოს შესახებ. დღეს განვიხილავთ სამ ძირითად თემას. პირველი არის რა შვება ბიტკოინი და მიაღწევს თუ არა კიდე ახალ რეკორდს. მეორე არის ეთერიუმი და სხვა კოინები როგორ მიდიან და მესამე ახალი კანონ პროექტი, რომელიც უკვე ამერიკის სენატმა მიიღო. დავიწყოთ პირველი თემით. ბიტკოინმა ისევ მიაღწია ახალ რეკორდს და ავიდა $123,000-ზე და რაც ნიშნავს, რომ აგრძელებს იმ გზას, რაზეც აქამდეც იდგა. პირველი კითხვა ალბათ არის ხოლმე რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის ამ ბოლო 1 წლის მანძილზე ბიტკოინზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება. პირველ რიგში ეს არის ტრადიციული სამყაროდან შემოსული ფული, ანუ არა პირდაპირ კრიპტოში ინვესტირება, არამედ ETF-ებში და სხვა პროდუქტებში, მათ შორის უფრო და უფრო მეტი კომპანია იწყებს ბიტკოინის ყიდვას და მაგითი ბაზარზე პოზიციონირებას, რომ შენ შეგიძლია იყიდო კომპანიის წილი, მაგალითად აქცია, ისე რომ არ იყოს საჭირო პირდაპირ იყო ბიტკოინი, რაც ბუნებრივია ზრდის მოთხოვნას ბიტკოინზე. ანუ კომპანიები მაგალითად იღებენ სესხებს, ან აქვთ რაღაცა მოგება და არიციან საწაიღონ მოგება. ხო, ზოგადად კომპანია როცა მოგებაზე გადის, აქვს არჩევანი, ან უნდა გააკეთოს რეინვესტირება თავის საქმეში, ან დივიდენდებად უნდა გადაიხადოს, ან დაფაროს სესხი, ან რაღაცა ეგეთი გააკეთოს. ბევრი კომპანია ამბობს, რომ მე დღეს არ მაქვს საშუალება, რომ ფული ჩავაინვესტიროს დაში და მოდი რაღაცა ალტერნატივას მოვუწევი. და ეს ალტერნატივა ამ ბოლო დროს არის ბიტკოინი. შესაბამისად, ბიტკოინზე მოთხოვნა იზრდება, ბიტკოინის ფასი ზევით მიდის და რეალურად ვიღებთ $123,000. აქ საინტერესო ფაქტი ისიც არის, რომ წინა წლებს რო შევადაროთ, ხო, ანუ ძირითადად ამბობენ, რომ ბიტკოინი მოძრაობს 4 წლის რაღაცა რეინჯში. ანუ იწყება ეგრეთ წოდებული ბულრანი, სადაც ფასების ზრდა იწყება ჰალფინგის მერე, რაღაცა დრო ჭირდება, რომ ზევით ავიდეს, მერე უკვე ხდება გაყიდვა ბიტკოინის და ფასი უკვე ქვევით ჩამოდის და მერე ეს ციკლი თავიდან მეორდება. და ეს 4 წლიანი ციკლი შეიძლება წელსაც იყოს აქტუალური. რა თქმა უნდა, ისტორია არ ნიშნავს, რომ მომავალი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ისტორიაში იყო, თუმცა მაგის გარკვეული შანსი არის. თუ მაგ თეორიას მივყვებით, მაშინ მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის პიკი იყოს დაახლოებით სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბრის ფარგლებში და მერე ისევ მოხდეს ბიტკოინის ფასის ვარდნა. თუმცა ეს ზუსტად არავინ არ იცის. ხშირად ვისმენთ ხოლმე კონკრეტულად ამ პერიოდში, რომ ეს უკვე სხვა დრო არის, იმიტომ რომ დიდი კომპანიები და BlackRock-ები და ასე შემდეგ შემოსულები არიან ბაზარზე და შესაძლოა ეს ციკლი უფრო დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა მაგას უკვე გვაჩვენებს მომავალი. მეორე თემა რაც არის ეთერიუმი და ზოგადად ალტკოინები. პირველ რიგში რო ავხსნათ ალტკოინი რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს ბიტკოინი, როგორც მთავარი კრიპტო და წამყვანი ძალა და დანარჩენი ყველა კოინი არის ალტკოინი. ეთერიუმი არის სიდიდით მეორე ალტკოინი და აქაც გვაქვს უკვე საინტერესო ახალი, რო ვთქვათ, ახალი მოძრაობა ეთერიუმის მიმართულებით. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, რომ სტაბილური კოინები და სხვა პროდუქტები, რომელიც ბლოკჩეინებზე ეშვება, უფრო პოპულარული და პოპულარული ხდება. ყველაზე დიდი და წამყვანი ბლოკჩეინი, სადაც ეს ყველაფერი ხდება, არის ეთერიუმი. შესაბამისად, ეხლა უკვე ვხედავთ, რომ დიდი კომპანიები და ეს ეგრეთ წოდებული ინსტიტუშნალ ინვესტორები უყურებენ ეთერიუმს. რატო ეთერიუმს? იმიტომ რომ რეალურად არსებობს 3 დიდი ETF-ი, სადაც კომპანია შეუძლია რომ ჩაინვესტიროს კრიპტოში. ეს არის ბიტკოინის ETF-ი, ეთერიუმის და სოლანასი. შესაბამისად, ეს 3 კოინი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომია დიდ ინვესტორებისთვის. შესაბამისად, დღეს იმასაც ვხედავთ, რომ ეს ფული უკვე ეთერიუმშიც მიდის, მაგალითად 16-ში ჩვენ გვქონდა $700 მილიონი შესვლა ეთერიუმში. ანუ $700 მილიონი მარტო ETF-ების სახით შევიდა ეთერიუმში და მოუწიათ ეთერიუმის ყიდვა. რაც რა თქმა უნდა გამოიწვია ეთერიუმის და ასევე ვხედავთ, რომ ეთერიუმის სხვა ლეიერორებზე მიდის სერიოზული მუშაობა, ხო? აი Robinhood-ი წინა ორი გადაცემის წინ მაგაზე ვილაპარაკეთ, რომ Robinhood-მა გაუშვა
თავისი პროდუქტი Arbitrum-ის ბლოკჩეინზე, რომელიც რეალურად Ethereum-ზე დაშენებული არის. ბუნებრივია, როცა Ethereum-ის ფასი იზრდება, რა თქმა უნდა, Ethereum-ზე არსებული coin-ების ფასები და პირველ რიგში ეს ჩვენ დავინახეთ meme coin-ებში, სადაც საკმაოდ დიდი ზრდები ჰქონდა წინა კვირას. ზოგადად კიდე ერთ თემასაც რო შევეხოთ, არის ეგრეთ წოდებული Bitcoin dominance-ი, ეგეთი მონაცემი გვაქვს კრიპტოში. ეს გულისხმობს მაგალითად თუ არის ბაზარი სიმარტივესაც რა ვიყოთ 1 ტრილიონი, ხო? და Bitcoin-ს თუ უჭირავს ამ ბაზრის 500 მილიონი, ანუ 50%, მაშინ Bitcoin-ის dominance-ი არის 50%-ზე. რაც უფრო ქვევით მოდის Bitcoin-ის dominance-ი და პარალელურად ხდება კრიპტოს სხვა კრიპტოების და ჩვენ ამ ყველაფერს ვეძახით alt sezons. ეხა უკვე როცა Bitcoin-ი ავიდა 123-ზე და ეხა დასტაბილურდა 118-ზე და რაღაც რამოდენიმე დღე ამ რეინჯში გაჩერებული არის, ხედავთ რომ altcoin-ების ფასი იზრდება და Bitcoin-ის dominance-ი ვარდება. ეს თუ ესე გაგრძელდა, მაშინ შეიძლება მივიღოთ კიდევაც რეალურად ის alt sezon-ი, რასაც ძალიან ბევრი ელოდება და რაც მე ვთქვი რომ მე ამჯერად ის მოხდება, თუმცა შეიძლება დიდი ალბათობით არასწორი აღმოჩნდა და მივიღოთ კიდევაც ეს alt sezon-ი. ხო, ეს ორი თემა და მესამე თემა არის Genius Act-ი. ამაზეც ჰქონდა ჩვენ ლაპარაკი. ამერიკის სენატში იყო კანონი შეტანილი, რომელიც არეგულირებს სტაბილურ coin-ების ამბავს. პირველ მოსმენით ეს კანონი არ მიიღეს, თუმცა მეორე მოსმენით უკვე მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ეხა უკვე ნებისმიერი ბანკი, ფინანსური ინსტიტუტი ზუსტად კონკრეტულ წესების ფარგლებში შეძლებს რომ გამოუშვას თავისი სტაბილური coin-ები, რომელიც რა თქმა უნდა ძირითადად ნაწილზე იქნება Ethereum-ზე აშენებული, ესეც რო დაუბრუნდეთ წინა თემას Ethereum-ის ფასის დასრას იწვევს და უკვე გვექნება მომავალში ალბათ ასობით სხვადასხვა სტაბილური coin-ი ამერიკულ ბაზარზე და რა თქმა უნდა ჩვენ ბაზრებზეც და უკვე კონკრეტული წესები და ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი იქნება. მოკლედ, კაი ამბები კრიპტო სამყაროში, როგორც ყოველთვის ამ ბოლო დროს გრძელდება. როგორც გითხარით, მოსალოდნელია რომ ფასების და გაგრძელდება, მე ესე მგონია, თუმცა რა თქმა უნდა, სად დამთავრდება და როგორ, მაგის თქმა ცოტა მიჭირს და არც ვაპირებ მაგ ყველაფერში რომ შემოვიდე. იმედია საინტერესო იყო ეს ნიუსები თქვენთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოგწერეთ თქვენი კითხვები კომენტარებში და ვესწრებით შემდეგ გადაცემაში გიპასუხოთ. დიდი მადლობა, დროებით.